ეს უგიუს ტულმუშის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1866 წელს შექმნა. სურათზე მან მდიდრულ საქორწინო სამოსში გამოწყობილი პატარძალი გამოსახა. ოთახში მასთან ერთად კიდევ 3 გოგონას ვხედავთ. მათგან ყველაზე პატარა სარკესთანაა გამოსახული. ის ორივე ხელით გვირგვინს ისწორებს, მისი მზერა სარკისკენაა მიმართული. პატარძლის გამომეტყველება ერთდროულად გვაფიქრებინებს, რომ ის გაბრაზებული, შეშინებული და ამავდროულად დაბნეულია. განიცდის მშობლიური სახლის, ოჯახის წევრების დატოვებას, ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მისი მომავალი. ვინაიდან ამ პერიოდში გოგონებს ხშირად გარიგებით ათხოვებდნენ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის საერთოდ არ იცნობს საქმროს, არ სურს მასზე გათხოვება. ოჯახის წევრებს კი მისი აზრიც არ უკითხავთ, ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. სარფიანი გარიგების მსხვერპლს სავარაუდოდ დები ამშვიდებენ. ოთახში გამოსახულთაგან ყველაზე პატარა, გამოუცდელი გოგონა ვერ იაზრებს პატარძლის გასაჭირს, არც მის დამშვიდებას ცდილობს. კეკლუცად იმძირება სარკეში და უფროსი დის გვირგვინით იწონებს თავს. ნამუშევარი ამჟამად კერძო კოლექციაშია დაცული.